1 უნცია ოქროს ფასი ბირჟებზე $5,000-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი ძვირფას მეტალს ისტორიაში აქამდე არასდროს დაუფიქსირებია. ბოლო 2 დღის განმავლობაში ის $4,985-იან ნიშნულზე იყო გაჩერებული, თუმცა სიმბოლური ნიშნულის გადაკვეთის შემდეგ მისი ფასი $100-ით გაიზარდა და ამჟამად $5,085-ად ივაჭრება. ძვირფასი მეტალის ფასის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული გეოპოლიტიკურ რისკებთან. ინვესტორები მეტ თანხას იმ ვალუტაში აბანდებენ, რომელიც გაცილებით უსაფრთხოდ მიიჩნევა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს სცენარს, რომლის მიხედვითაც კუბა საზღვაო ალყაში მოექცევა და ქვეყანაში ნავთობის შეტანა სრულად შეიზღუდება. როგორც პოლიტიკო თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით წერს ამ ნაბიჯით ოფიციალურ ვაშინგტონს კუბაში რეჟიმის ცვლილების დაჩქარება სურს. როგორც ირკვევა, იდეას განსაკუთრებულად მხარს მაღალი თანამდებობის ის პირები უჭერენ, რომლებმაც პრეზიდენტი ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებასა და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებაზე დაითანხმეს. პოლიტიკოს ინფორმაციით კუნძულოვანი სახელმწიფო საზღვაო ალყაში მოქცევისა და ქვეყნისთვის ნავთობის მიწოდების სრულად შეზღუდვის იდეა ოფიციალურად ჯერ მხარდაჭერილი არ არის, თუმცა ის აქტიურად განიხილება როგორც ეფექტური გზა ოფიციალური ხელისუფლების ცვლილებისა და ქვეყანაში კასტროების მმართველობის ოფიციალურად დასრულებისთვის. აღსანიშნავია, რომ კუბის ენერგეტიკულ ბლოკადაში მოქცევა თეთრმა სახლმა გარკვეულწილად უკვე დაიწყო, როცა ვენესუელას ხელისუფლებას ოფიციალური ჰავანასთვის ნავთობის მიწოდება აუკრძალა. ცნობისთვის ამჟამად კუბასთვის ნავთობის მთავარ მიმწოდებლად მექსიკა გამოიკვეთა. ფრანგული და ამერიკული ენერგეტიკული კომპანიები Total Energies და ConocoPhillips მომდევნო 25 წლის განმავლობაში ლიბიაში $20 მილიარდი მოცულობის ინვესტიციებს განახორციელებენ. საუბარია ნავთობით განსაკუთრებულად მდიდარ ვაჰას საბადოზე, სადაც წიაღისეულ საწვავს ძირითადად ლიბიის ნავთობის ეროვნული კორპორაციის შვილობილი ვაჰას ნავთობის კომპანია მოიპოვებს. თუ ამჟამად ადგილობრივი კომპანია დღიურად 340,000 ბარელ ნავთობს იღებს, Total Energies-ისა და ConocoPhillips-ის ინვესტიცია შესაძლებლობას გაორმაგებს და დღიურად მოპოვებული წიაღისეული საწვავის მოცულობა 850,000 ბარელს მიაღწევს. მოპოვების მასშტაბის გაორმაგება მკვეთრად გაზრდის შემოსავლებსაც, რომელიც შეთანხმების შესაბამისად განაწილდება Total Energies-ზე, ConocoPhillips-ზე და თავად ლიბიურ კომპანიაზე. არსებული პროგნოზით $20 მილიარდი ინვესტირების შემდეგ კომპანიები 25 წლის განმავლობაში ჯამურად $376 მილიარდი მოგებას ნახავენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის მსხვილი დაბანდება ლიბიაში მრავალი წელია არ განხორციელებულა, რისი მიზეზით ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის მკვეთრი შემცირება იყო. შეგახსენებთ, ლიბიაში სამოქალაქო ომი ოფიციალურად მხოლოდ 2020 წელს დასრულდა, თუმცა სახელმწიფო კვლავ სერიოზული გამოწვევებისა და დაპირისპირების განახლების რისკის წინაშე დგას. ინდური ადანი გრუპის კომპანიებმა 23 იანვარს ჯამურად დაახლოებით $12.5 მილიარდი საბაზრო ღირებულება დაკარგეს. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ სასამართლოს თხოვა ნებართვა ჯგუფის დამფუძნებელ გაუტამ ადანისა და აღმასრულებელ დირექტორ საგარ ადანისთვის სავარაუდო თაღლითობისა და $265 მილიონი ოდენობის ქრთამის სქემასთან დაკავშირებით უწყება ელექტრონული პოსტით პირადად გაეგზავნათ. პარასკევს ადანი გრუპის მთავარი კომპანიის ადანი ენტერპრაიზის ღირებულება 10.75% დაეცა, მაშინ როცა ინდურმა საფონდო ინდექსმა ნიფტი 50-მა დღის ბოლოს მხოლოდ 0.95%-იანი კლება აჩვენა. ჯგუფის სხვა კომპანიების აქციები დაახლოებით 3.4%-დან 14.54%-მდე შემცირდა. ამერიკის საბრალდებო დასკვნა, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გასაჯარავდა ადანი გრუპის ხელმძღვანელებს ქრთამის 265 მილიონიან სქემაში მონაწილეობას ედავება. ბრალდების თანახმად ქრთამები ინდოელ ოფიციალურ პირებს გადაუხადეს, რათა მათ ელექტროენერგია ადანი Green Energy-სგან შეეძინათ. ამერიკის კანონმდებლობა უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ამერიკელი ინვესტორებისგან ფინანსდებიან, საზღვარგარეთ ქრთამის სანაცვლოდ ბიზნეს საქმიანობას კრძალავს. სეკის დოკუმენტების მიხედვით ინდოეთმა უკვე ორჯერ თქვა უარი სარჩელის გადაცემაზე, რის გამოც მარეგულირებელი სასამართლოსგან სპეციალურ ნებართვას ითხოვს. ადანი გრუპმა ბრალდებები უსაფუძვლოდ შეაფასა და განაცხადა, რომ თავის დაცვისთვის ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას გამოიყენებს. ინდოეთი ევროკავშირისთვის ავტომობილების იმპორტზე დაწესებული 100%-იანი ტარიფის 40%-მდე შემცირებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით გადაწყვეტილება კავშირშია ორ სავაჭრო პარტნიორს შორის მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების გაფორმებასთან, რომელიც 27 იანვარსაა დაგეგმილი და რომელიც ბევრ სხვა საკითხთან ერთად მანქანების იმპორტის გადასახადის საკითხსაც დაარეგულირებს. როგორც უცხოური მედია წერს, ტარიფების შემცირება დაუყოვნებლივ შეეხება 15,000 ევროზე ძვირად ღირებულ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარმოებულ ავტომობილებს. ოფიციალური ნიუ-დელი შემდგომ წლებში იმპორტზე დაწესებული დამატებითი
დამატებითი გადასახადის 40%-დან 10%-მდე დაწევასაც განიხილავს, თუმცა ამჟამად ოფიციალურ ბრიუსელთან შეთანხმება მხოლოდ 40%-ზე მოხერხდა. შეგახსენებთ, საპასუხო ტარიფების შემცირებასა და საკუთარი ბაზრის მეტად გახსნას ევროკავშირიც გეგმავს. შესაბამისად, პროცენტის საკითხი სწორედ იმის მიხედვით დგება თუ რის სანაცვლოდ თმობენ მხარეები. სექტორის ექსპერტები მოელიან, რომ ტარიფების შემცირება დადებითად აისახება წამყვან ევროპულ ავტომწარმოებლებზე, გერმანულ Volkswagen-ზე, Mercedes-Benz-სა და BMW-ზე, ასევე ფრანგულ Renault-ზე. სავარაუდოა, რომ კომპანიები მიმდინარე წელს გაყიდვებთან და შემოსავლებთან დაკავშირებულ პროგნოზებს გააუმჯობესებენ, რადგან ტარიფების შემცირება 1,5 მილიარდიან ბაზარზე შესვლას გაცილებით გაამარტივებს. კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას არ აპირებენ, როგორც მან აღნიშნა, ამის გაკეთება USMCA-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად არ შეუძლია. ეს არის სამმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მექსიკას, ამერიკას და კანადას შორის. კარნი ამბობს, რომ ჩინეთთან მისი შეთანხმებები მხოლოდ პეკინსა და ოტავას შორის პრობლემურ სავაჭრო საკითხებს აგვარებდა. მისი თქმით, კანადა პატივსცემს კანადა, ამერიკა, მექსიკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომელიც ავალდებულებს სამი ქვეყნიდან ნებისმიერ წინასწარ აცნობს დანარჩენებს, თუ მათ სურთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება არასაბაზრო ქვეყანასთან, მაგალითად ჩინეთთან. აღსანიშნავია, რომ მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კანადა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევს, ის ყველა სახის საქონლის იმპორტზე 100%-იან ტარიფს დაუწესებს. სამხედრო ინდუსტრიის გერმანული გიგანტის Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორი ამინ პაპერგარი აცხადებს, რომ 2026 წელს კომპანია 93.5 მილიარდის შეკვეთებს მიიღებს. პაპერგერმა ეს ინფორმაცია ბერლინში გამართულ კონფერენციაზე გააჟღერა და ისიც აღნიშნა, რომ 41.47 მილიარდი დოლარი შეუკვეთა ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებისგან ბოქსერის ტიპის ჯავშან ტრანსპორტირების წარმოებისთვის და უკვე მიიღო. ამასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს F-126 და F-127 ტიპის სამხედრო ფრაგმენტების აგებისთვისაც, რისი ხარჯით 14.3 მილიარდი იქნება. Rheinmetall პუმას ტიპის საბრძოლო ჯავშან ტრანსპორტირების წარმოებასაც გეგმავს, თუმცა ამჯერად პაპერგერმა არც შეკვეთის მოცულობა და არც მსურველი ქვეყანა არ დაასახელა. ფაქტი, რომ Rheinmetall წელს 93.5 მილიარდის შეკვეთებს მოელის, ანალიტიკოსებს უმტკიცებს შეხედულებას, რომ თანამედროვე მსოფლიო იმედს მხოლოდ დიპლომატიური გზებით კონფლიქტების გადაწყვეტაზე აღარ ამყარებს და გადაიარაღებასა თუ ახალი იარაღის შეწყდას აქტიურად ცდილობს. ამ კუთხით Rheinmetall-ის მთავარი დამკვეთები ევროპული სახელმწიფოები არიან, თუმცა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერლინში გამოსვლისას ისიც გაამხილა, რომ შეკვეთები არაერთი ევროპული ქვეყნიდანაც მიუვიდა. ინტელის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებში გამოყენებული სერვერული ჩიპების მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭერს კომპანიამ ამის შესახებ მიმდინარე კვარტლისთვის ბაზრის მოლოდინზე დაბალი შემოსავლებისა და მოგების პროგნოზის წარდგენისას ისაუბრა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ ინტელის აქციების ფასის 13%-ით შემცირება მოჰყვა. კომპანიის უარყოფითი მოლოდინი ხაზს უსვამს იმ სირთულეებს, რომლებსაც ინტელი ჩიპების გლობალურ ბაზარზე აწყდება. დღეს კომპანიის მიერ ბაზრისთვის შეთავაზებული პროდუქტები წლების წინ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ ინტელის აქციების ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, კომპანიას ერთდროულად რამდენიმე გამოწვევასთან გამკლავება კვლავ უწევს. ინტელის ხელმძღვანელების განცხადებით, კომპანია AI ჩიპებთან ერთად გამოყენებული სერვერული პროცესორების მოთხოვნის მკვეთრ ზრდას მოულოდნელად შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ქარხნების სრული დატვირთვით მუშაობს, ინტელი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, რის გამოც მონაცემთა ცენტრების სეგმენტში პოტენციური მაღალი მარჟის მქონე პროდუქციის გაყიდვებში დანაკარგები იზრდება. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა დაჩქარებულად განიხილავს კანონპროექტს, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს. კანონპროექტი პარტია რენესანსის წევრმა ლორ მილერმა წარადგინა. კანონპროექტი ასევე კრძალავს სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ კანონპროექტი, რათა ის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ამოქმედდეს.